სახლის პირობებში აი ხა რო თქვა აი პატარა თქვა პროგრამასავით რო შევადგინოთ ჩემთვის პირადად ესე ურჩევდი რომ კვირაში 3 დღე ივარჯიშონ, ასე ვთქვათ, თავისი წონით, თუნდაც, ანუ შეუძლია ყველას, რომ შეიძინო, ანუ resistance bands რო არის, ისიც დაიხმარო ვარჯიშში და არ არის აუცილებელი რამე ძალიან სპეციფიკური სპლიტების გაკეთება, შეუძლიათ ამ 3 დღიდან ყოველი თითოეული დღე იყოს full body და ანუ ცხელის რაიულის ხო, თელის ხეულის, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე ხა სახში ვარჯიშობთ და მარტო ჩვენს ანუ წონით ვარჯიშობთ, ძალიან მრავალფერი არჩევანი რაღაც ვარჯიშები შეიძლება არ იყოს. ამიტომაც უკეთესია რომ ამ თლიანი სხელო ვარჯიშოთ ეს 3 დღე და წონის კლებისთვის, ანუ სიარულზე უკეთეს. ანუ არაფერი არ არსებობს სიარულზე. აი აქ უბრალოდ მეორე. ნუ ხო, მაგრამ ანუ ვიმეს პრიორიტეტი თუ არის წონის კლება, ასე ისე დროს სადღაც მაინც ყოველთვის რამე თუ გვინდა დროს ყოველთვის გამოვნახავთ რა. ხო, მეც და ასე ვთქვათ სხვა დღეებში ურჩევდი რომ იარონ, ანუ ეს სიარული ძალიან საწყისი ის არის, მაგრამ ძალიან ეფექტური არის რა. თუნდაც დანარჩენი 4 დღე იარონ, მაგრამ თუ ატყობენ რომ აქ მე კიდე შემოდის ფაქტორი, რომ ანუ აღდგენა უნდა გქონდეთ, თუ ხედავენ რომ ეს სიარულიც კი ძალიან დამღლელია და მათთვის და სიარულისგანაც სჭირდებათ აღდგენა, მაშინ შეიძლება რომ სრულად რამე 1 ან 2 დღე აიღონ, როდესაც არ გააკეთებენ არანაირ ფიზიკურ აქტივობას და სხეულს მისცემენ საშუალებას, რომ ძალები აღიდგინონ.